რა თქმა უნდა, თქვენთან ინტერვიუ უნდა დავიწყოთ ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებული საქმით, რომელიც თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია, მან არ გადაიხადა საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე ვარის თქმის გამო დაკისრებული გირაო და აი დღეს სახელმწიფომ მის ამ გადაწყვეტილებას მკაცრი გადაწყვეტილებით უპასუხა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. ქონდა თუ არა სახელმწიფოს საფუძველი ჯაფარიძის წინააღმდეგ მოეთხოვა პატიმრობა და მეორე მხრივ არის თუ არა ეს გადაწყვეტილება გზავნილი, ასე ვთქვათ, ყველა პოლიტიკოსისთვის, მათ შორის ნიკა გვარამიასთვის, ნიკა მელიასთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არაპირებს გირაო გადაიხადოს და არის თუ არა ეს გზავნილი იმის თაობაზე, რომ ყველას ელოდება იგივე, ანუ ელოდება ციხე. მადლობა კითხვისთვის, მაგრამ აუცილებლად კორექტირება უნდა გავაკეთო ამ კითხვაში. თქვენ აღნიშნეთ სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ სახელმწიფო როგორც ასეთი, რომელიც წარმოგვიდგენია, რომ არის სამართლებრივი, დემოკრატიული, კანონის უზენაესობაზე დაქვემდებარებული, ასეთი სახელმწიფოს წინაშე ჩვენ არ ვდგევართ, ჩვენ ახლავ ვდგევართ რეჟიმის, ქართული ოცნების რუსული რეჟიმის წინაშე, რომელიც ებრძვის პროდასავლური პარტიების ლიდერებს და სურვილი აქვს, რომ ისინი გისოსებს მიღმა მოაქციოს. ამიტომ დღეს რაც მოხდა, რაც წინარე დღეებში ხდებოდა, რასაც აკეთებს წულუკიანის კომისია, ეს ყველაფერი არის არა სახელმწიფოს ქცევა, არამედ ეს არის არალეგიტიმური ქართული ოცნების მიერ უზურპირებული ხელისუფლების, ასე ვთქვათ, არალეგიტიმური პარლამენტის ქცევა და დაკვეთა ბატონ ივანიშვილის, შემდეგ პროკურატურისადმი და სასამართლოსადმი. სასამართლოს და პროკურატურაც მართალია არის სახელმწიფო ორგანოები, მაგრამ როდესაც ისინი ასრულებენ დაკვეთებს, პოლიტიკურ დაკვეთებს, უკვე ისინი გასულები არიან სამართლებრივი ფარგლებიდან და ბუნებრივია ისინი ემსახურებიან უკვე რეჟიმს და არა სახელმწიფოს. ეს მინდა თქვა იმ ნაწილში, რასაც რაც შეეხება გადაწყვეტილების შეფასებას, ხო? იღებთ ამ გზავნილს, როგორც გზავნილს იმის თაობაზე, რომ ყველა, ვინც არის თანამშრომლობს საგამოძიებო კომისიასთან, ან არ თანამშრომლობის გამო დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდით, აღმოჩნდებით ციხეში. ეს ფაქტი არის და ვხედავთ ამ ფაქტს დღევანდელი ზურაბ ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით. ამასთან მიმართებით ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რამდენადაც პარლამენტი არის არალეგიტიმური და მის მიერ შექმნილი ეს დროებითი საგამოძიებო კომისიაც შესაბამისად არის არალეგიტიმური, შემადგენლობაც, სამართლებრივი საფუძველი შემადგენლობაც არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო და შესაბამისად არალეგიტიმური, მის წინაშე გამოცხადება ბუნებრივია არ შეესაბამება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ინტერესებს. პოლიტიკოსი, რომელიც არის პასუხისმგებლიანი და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას არალეგიტიმური პარლამენტის მიმართ და თუ კი ამბობს, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, როგორ არის მის მიერ შექმნილი სტრუქტურები ლეგიტიმური? რატო უნდა ვიყო მე არალეგიტიმური კომისიის წინაშე ანგარიშვალდებული? შესაბამისად, როდესაც პოლიტიკოსი არ ცხადდება ამ არალეგიტიმური დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე, ბუნებრივია მან იცის რა შესაძლოა მოვლენები ამას მოყვეს, მაგრამ ჩვენ იმავდროულად აი სწორედ იქ მივედით, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, ჩვენ რო სასამართლო ვქონდეს და სამართლიანი რო იყოს მართლმსაჯულების სისტემა და მართლმსაჯულების სისტემა იცით რომ პროკურატურასაც მოიცავს, იმიტომ რომ პროკურატურის გარეშე არ არსებობს ეს სისტემა, მაშინ არ იქნებოდა ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ კანონმდებლობაში გვაქვს ორი იდენტური შინაარსის ნორმა. გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც აღნიშნულია, რომ აი ამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა ისჯება ზუსტად იდენტურად ერთნაირი სიტყვათა წყობით სახელწოდებითაც, განსხვავება არის სანქციებში. ბუნებრივი ადმინისტრაციული დარღვევა არ არის სისხლის სამართლებრივი დარღვევა და სისხლის სამართლებრივი ქმედება და იქ ბუნებრივია უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობა, ანუ სახდელია ჯარიმის სახით გათვალისწინებული, მაშინ როდესაც სისხლის სამართლებრივში სასჯელია გათვალისწინებული ჯარიმა ან ერთწლამდე პატიმრობა. მაგრამ მანამდე სისხლის სამართალს ახასიათებს პროცესი, რომ შეიძლება პირის მიმართ გამოყენებული იქნეს აღკვეთის ღონისძიება. შეიძლება, რატო ვამბობ, იმიტომ რომ სამართლიანი
მთლიანი განხილვის პირობებში პროკურატურასაც და სასამართლოსაც შეეძლოთ, რომ ნებისმიერი ეს პირი რომელთა მიმართ გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლებრივი საქმის დევნა დაიწყეს სრულიად უკანონოდ და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დაეტოვებინათ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების გარეშე. რატო კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ? იმიტომ რომ თავად ამ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც სხვათა შორის რომლის მიღებითაც ბატონი კობახიძე თავს იწონებდა, თავად ამ კონსტიტუციაში უფლებების თავში ცალკე ნორმა არის ჩაწერილი, როგორ უნდა გადაწყვიტო უფლების დარღვევის საკითხი და რო უნდა გამოიყენო თანაზომიერების ტესტი და ვერ პასუხობს აი სისხლის სამართლებრივად რომ დასჯი პირს იმისათვის რომ არ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიის წინაშე და უფრო მსუბუქ ნორმას არ გამოიყენებ, რომელიც გაქვს კანონმდებლობაში, ეს ვეღარ პასუხობს უკვე თანაზომიერების ტესტს. იმიტომ ვერ პასუხობს, რომ შენ არ იყენებ ქმედებასთან ადეკვატურ დამოკიდებულებაში მყოფ, რო იყოს მაყურებლისთვის ეს გასაგები და რო არ გადავტვირთო ეს რაღაცა იურიდიული ტერმინებით, ქმედების შინაარსობრივი გაგებასთან კავშირში უნდა იყოს პასუხისმგებლობის ზომა და აი ეს პასუხისმგებლობის ზომა რაც სისხლის სამართლებრივი უნდა და გამოიყენეს და ელოდება განაჩენის სახით ხო აი ეს შემდეგ ეს ყველაფერი სწორედ არის ის რომ აი არაპროპორციული სასჯელი ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვა და ბუნებრივია ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება მაგრამ ჩვენ ხო პრეტენზია აღარ აქვს უკვე რომ სამართლის უზენაესობაზე ვიფიქროთ. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის დიქტატურა, რომელიც იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, წამსვლელია ყველაფერზე. აი, ამდენი სინდისის პატიმარია ციხეში, ამას უკვე დაემატა დღეს პოლიტიკური პატიმრები, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერი, მომავალშიც იგივეს გეგმავს ქართული ოცნება, ამიტომ საერთოდ აღარ დგას ეს ხო, უნდა ველოდოთ თუ არა პოლიტიკური ლიდერების დაკავების პროცესის გაგრძელებას, იქამდე უშუალოდ ის სურათიც მინდა შევაფასოთ, რაც დღეს ვნახეთ არა მხოლოდ სასამართლოს ხდომათა დარბაზში, არამედ მათ შორის სასამართლოსთანაც და ვიცით, რომ სასამართლოსთან დილიდან იყო მობილიზებული პოლიცია, შეზღუდვები იყო დაწესებული არა მხოლოდ სასამართლოს შენობაში, არამედ და ეზოში შესვლაზეც, საბოლოოდ კი პროცესი ჩატარდა ეს მცირე ზომის დარბაზში, ხო, მაშინ როცა ჯაფარიძის საქმის მიმართ ამხელა ინტერესი არსებობდა. მოკლედ ჯაფარიძის ერთ-ერთ ადვოკატს და ჩვენი ჟურნალისტით საუბრობდა გაცემის დაწყების დროს სასამართლოდან ჩართვისას ამის თაობაზე მუხლებზე ედო ლეპტოპი იმის გამო რომ ფიზიკურად ადვოკატები ერთ ესე ვთქვათ პატარა მაგიდასთან ვერ მოთავსდნენ. აი ეს გარემოებები რა შეფასების გაკეთების საფუძველს იძლევა. დიდი ზომის ასე ვთქვათ ტევადი დარბაზის გამოყოფა მაინც ხომ შეეძლო სასამართლოს. აი როგორ ფიქრობთ ეს მაინც რატომ არ გაკეთდა? სასამართლოს ბუნებრივია სრული დარღვევა ქონდა, რასაც ქვია სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუ კი აი იურიდიულად თუ გვინდა რომ შევხედოთ, რა პოლიტიკა რომ მოვაცილოთ. იურიდიულად რა თქმა უნდა სრულად და უფლებების თვალსაზრისით მას სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად დარღვევა ქონდა. მხარეს შეუზღუდეს საბოლოოდ იქამდე მივედით რომ ადვოკატის ყოლის უფლება შეუზღუდეს, შეზღუდეს პროცესის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა. რატომ? აი ხომ შეეძლოთ მათ თავი იმართლეს როგორც ვიცი რაღაცა იქ გაჟღერდა რომ ყველა დარბაზი დაკავებულია ამიტომ მათ ეს ხდომა ხო ადრე იყო ჩანიშნული მათ ხო იცოდნენ რომ ინტერესი საზოგადოებრივი ინტერესი დიდი იყო და აუცილებლად უნდა ყოფილიყო უფრო დიდი დარბაზი ეს იყო რა თქმა უნდა სპეციალურად გაკეთებული იმიტომ რომ აი სწორედ აი ეს არის ქართული ოცნების სახე რომ ისინი ადამიანების კეთილდღეობაზე მათ ბედნიერებაზე სიმშვიდეზე კი არ ფიქრობენ ისინი ფიქრობენ რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააწვალონ, გააწამონ და აი ამითი დათრგუნონ ადამიანებში რაღაცა ბრძოლის უნარი, მაგრამ ეს ჩვენ გვაძლიერებს, მინდა უთხრა ქართულ ოცნებას და ამითი ეს ბრძოლა არ დასრულდება, ბუნებრივია. სამართლებრივად დარღვევები ბევრი იყო, თუ გაინტერესებს რომ ეს დარღვევები ჩამოვთვალოთ, რა თქმა უნდა შეეძლოთ. რა თქმა უნდა ვალდებული იყვნენ რომ დიდი დარბაზი გამოეყოთ, იმიტომ რომ
საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი იყო. რა თქმა უნდა, ვალდებულნი იყვნენ, რომ კეთილსინდისიერად მოქცეოდნენ იქ მისულ მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ვალდებულნი იყვნენ, რომ გამოეყოთ ისეთი დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნორმალურად იმუშაოს ადვოკატებმა და ნორმალურად შეძლონ დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაცვა. მაგრამ ჩვენ ხო ვხედავთ, რომ ეს არ არის მათი მიზანი. სასამართლომ დღეს რაც ჩაატარა, ეს იყო წმინდად პოლიტიკური დაკვეთის შესრულება, ისევე როგორც პროკურატურა მოქმედებდა პოლიტიკური დაკვეთით და ეს იყო ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა და ქართული ოცნება კიდევ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს დამოუკიდებლად. ბუნებრივია, ქართული ოცნება მოქმედებს ივანიშვილის დაკვეთით. კარგი, ისევ ამ თემის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ, გირაოს გადახდა თუ არ გადახდა, რომელია უფრო სწორი გაწყვეტილება მათ შორის თავად ოპოზიციური პარტიებისთვის. ახლა ეს თემა მინდა გავშალოთ და რატომ? ეხლა თქვენ იცით, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძემაც მაგალითად არის თანამშრომლებს უარი თქვეს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე, თუმცა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო გადაიხადეს. ისინი ფიქრობენ, რომ მათი საპატიმროში ყოფნა ქართულ ოცნებას ვერ დაასუსტებს და პირიქით ხელისუფლებისთვის უფრო დიდი პრობლემა იქნება, როცა ოპოზიციონერი ლიდერები გარეთ იქნებიან. აი თქვენ რა გაძლევთ საფუძველს იფიქროთ, რომ ჯაფარიძე, მელია, გვარამია თუ დაემატება მით უმეტეს, მათი ციხეში ყოფნა ქართულ ოცნებას უფრო შეარყევს, ვიდრე აი უშუალოდ თქვენს კოალიციას. სხვათა შორის დღეს ჩვენ შევხედეთ, რომ ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე ქართული ოცნება საკმაოდ შეირყა თავისი სასამართლო ხელისუფლებით ეგრეთ წოდებული და პროკურატურის ჩართვლით, იმიტომ რომ ქართული ოცნებამ დღეს სახე დაკარგა. თუ კი ვინმე პოლიციელი ყავდათ საქართველოს მასშტაბით, ყველა საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე იყო მობილიზებული. ადამიანებს შეუზღუდეს გადაადგილების უფლება, დარბაზში არ შეუშვეს, დარბაზი არ გამოყვეს. იქ მანდატურისმა საშინლად იქცეოდა. მანდატურის ქცევა საერთოდ მინდა ვთქვა, რომ მანდატური იმიტომ შეიქმნა საერთო სასამართლო სისტემაში ეს ინსტიტუტი, რომ სასამართლოს დახმარებოდა, ასე ვთქვათ, პროცესის წარმართვაში, წესრიგის დაცვაში, მაგრამ ეს ხო თავის თავში იგივე გულისხმობს გარკვეული თანაზომიერების ტესტის გამოყენებას და რასაკეთებს მანდატური? მანდატური გამოდის და ებრძვის მოქალაქეებს. იმის ნაცვლად, რომ უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა პროცესისადმი და საჯაროობა არ დაირღვეს სასამართლოს სხდომების. პირიქით, მანდატურმა დღეს და არა მხოლოდ დღეს, სხვა სხდომებსაც ხო ვუყურებთ ჩვენ, უამრავჯერ დაარღვია პროცესის სასამართლოს სხდომების საჯაროობა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ოცნება ძალისმიერ მეთოდებს იყენებს. მას არ შეუძლია სამართლებრივი და სამართლიანი მეთოდებით იბრძოლოს საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, დადგეს თანასწორ საფუძველზე სხვა პროდასავლური პარტიების წინააღმდეგ, მაგალითად, არ შეუძლია, იმიტომ რომ მას არ შესწევს ამის ძალა და უნარი. ის მხოლოდ თავის მუდმივობას ხელისუფლებაში მიაღწევს აი ასეთი ძალისმიერი, უსამართლო, დიქტატორული მეთოდები და ამიტომ მიმართავს ამ მეთოდებს. აი ეს დღევანდელი მედებაც ამის ნიშანი იყო. რაც ეხება იმას, აი თქვენი კოალიციის ლიდერების დაპატიმრება, ჯაფარიძე დაპატიმრებულია, გირაოს გადახდას არაპირებს არც ნიკა გვარამია და არც ნიკა მელია, ხო? შესაბამისად, კოალიციის ლიდერების დაპატიმრება როგორ აისახება უშუალოდ თქვენს კოალიციაზე? კოალიციის 3 ლიდერი ციხეში. აქ შეიძლება ამომრჩეველს, თქვენივე ამომრჩეველს გაუჩნდეს კითხვა, პოლიტიკას ვეღარ გააკეთებს. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რეჟიმს თუ ებრძვი, უნდა იყოს თანმიმდევრული და მტკიცე. არ გამოვა ისე, რომ ვთქვათ, აი რაღაცა დავუთმო, რაღაცა ნაწილში დავუთმო, მოდი მე ვიქნები უფრო მტკიცე, უფრო ძლიერი. არა, უნდა იყოს თანმიმდევრული, უნდა გამოიჩინოს სათანადო სიმტკიცე, რომ პოლიტიკური რეჟიმი ჩამოშალო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ყველა რა თქმა უნდა თვითონ წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანია ამ გზაზე, ვთქვათ, გირაოს გადახდის ნაწილში ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენმა ლიდერებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას. კოალიცია ცვლილებისთვის არის ერთსრულოვანი, სხვათა შორის ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებით და არის ჩვენი კოალიცია არის საკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა დაინახოს, რომ ეს არის
სამართლიანი და სწორი ბრძოლა იმისათვის, რომ და მტკიცე ბრძოლა იმისათვის, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ჩამოიშალოს. მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. მაია კოპალეიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.